ახალი საპარლამენტო უმრავლესობა 3/4 ფრაქციით იქნება წარმოდგენილი. ეს განცხადება დღეს რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა. რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები და ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პარტიებია, რომლებსაც ბერძენიშვილის თქმით ფრაქციის ფორმირებისას პრობლემა არ ექნებათ. კოალიციაში წარმოდგენილ კიდევ ორ პოლიტიკურ სუბიექტს, ეროვნულ ფორუმსა და მრეწველებს კი ამ ეტაპზე დამოუკიდებელი ფრაქციების შესაქმნელად დეპუტატთა საჭირო რაოდენობა არ ყავთ, თუმცა ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ გარკვეული გადაადგილებების შემდეგ საპარლამენტო ფრაქციას ეს ორი ძალაც ჩამოაყალიბებს. ძალიან მარტივი წესით მოხდება ფორმირება, იქნება ფრაქციები გაერთიანდებიან უმრავლესობაში, ხოლო ფრაქციები, რომლებიც უმრავლესობაში არ იქნებიან, გაერთიანდებიან უმცირესობაში. უმცირესობის მაგივრად მე ვერ გიპასუხებ, უმრავლესობაში კი ნამდვილად ვიცი ახლა ამ წუთას სულ ცოტა 3 ან 4 ფრაქციის ასოების შესახებ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რესპუბლიკელებსაც დემოკრატებსაც, თავისუფალ დემოკრატებსაც, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებასაც უკვე აყავს ის რაოდენობა ხალხის პარლამენტარების, რომელიც ფრაქციისთვის საკმარისია. მე როგორც ხვდები, პრობლემა ფრაქციის შექმნისა არ ექნებათ არც კონსერვატორებს და დანარჩენზე ვერ გეტყვით. ახლა ესე იგი ჯერჯერობით ფრაქციისთვის საჭირო რაოდენობა არ ყავს სხვა ორ პარტიას, რომელიც კოალიციაში შედიოდა, მაგრამ ეს არის დროებითი მოვლენა. ჩვენ ვიცით, რომ ასეთ დროს პარლამენტში ხდება მოძრაობები და შეიძლება შეიცვალოს